მეგობრებო, 2015 წელიწადია და თამართან ვარ სესიაზე. და მაშინ ეს იყო ის პირველი შემთხვევა, როდესაც რეალურ სესიას გავდივარ, იმიტომ რომ ონლაინ მაქვს შესწავლილი ბევრი რამე და პირველად ვესწრებ კოუჩინგის სესიებს ვეზიარებ თამართან და 2015 წელია. 2014-დან 15-მდე დაახლოებით და ის რაღაცა ტექნიკას მაკეთებს თუ არ ვწდები, ან ბრძენის ტექნიკა იყო თამარ, ან რაღაცა ისეთი, რომელიც უნდა დამენახა რაღაცა ჩემს მომავლიდან. და ეხლა ვინც მიცნობს იცის რომ ინგლისურენოვანი სტუდია მაქვს რუსთავში ინოვაციური სტუდია, სადაც სპექტაკლები და თამაშები ხდება ინგლისურ სწავლება და უცებ ამ ტექნიკის დროს აი ხა ვერ ვიხსენებ ზუსტად რომელი ან ბრძენის ტექნიკა იყო ალბათ და ხედავ რომ რას ხედავ თამარი მეკითხება და ხედავ რომ ვარდისფერით რაღაც ესეთი ფერის ზედაქვედა მაცვია კოსტუმი და რაღაცა ქვედაბოლო გახსოვს და ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ვარ და ხელს უწერ ადამიანებს რომ წიგნი დავწერე და პაბლიშინგი და შეხვედრა მაქვს მსმენელებთან, მკითხველებთან მთელი ამბავი. 2015 წელს გაქანებული ისა ვარ რა ქვია ინგლისურის მასწავლებელი არაფერ კავშირში აი არანაირ კავშირში თვითონ ინგლისურის წიგნებიც კი არ შევქმენი ანუ ისიც კი არ შემიქმნია ესე ვთქვა და ეხა დღეს არის 2025 წელი რამდენი წელი გასული 10 წელი ძალიან დიდი სიამაყით მინდა თქვა რომ ჩემი პირველი წიგნები გამოდის ეს არის თვითპროგრამირების დღიური პირველი არის, ანუ ესენი გამოვა უკვე და ეს რომ მეთქვა ვინმეს რომ 10 წელი გავა და უკვე შენ დაიწყე წიგნების გამოცემას და აი ეს თვითპროგრამირების დღე რომელიც ქართულ სივრცეში იქნება პირველი, იმიტომ რომ ასეთი მსგავსი ანალოგი ჯერ არ აქვს და ძალიან მიხარია და ყოველთვის ვამბობ თამარ რომ ხშირად ინდივიდუალური სესიები აღმოჩნდება ხოლმე გადამწყვეტი. ამას ვეტყვის უყველას, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი კურსები იყიდოთ, უამრავი ტრენინგი მაქვს გავლილი, უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული და ხშირად ზუსტად ის ერთი სესია, ჩემ შემთხვევაში 6 სესია იყო და მე ვფიქრობ რომ აი სრულიად კარგია 4-6 სესია, ხო ვაფშე გენიალურია, როდესაც გადიხარ ასეთ პროფესიონალთან ასეთ სესიებს, ყოველთვის აი ძალიან ეფექტიანი და შედეგიანია. ამიტომ აი ახლა დღეს სურპრიზი რომელიც ბრავო, სურპრიზი. 9 რიცხვში გავხდები 53 წლის. და ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე რომ რომელ ასაკში, რა ასაკში უნდა ან დავიწყოთ, ან გავაკეთოთ, ან რაღაცა აი აგერა ვარ მაგალითი რომელიც აი 10 წლის შემდეგ აი ახლა პირველი წიგნები გამოვა ეს არის უბრალოდ საცილი ვერსია. ბრავო. მე ვერ მივხვდი სიურპრიზიო რომ მადლობა დაგათვალიერებთ რა თქმა უნდა და გაგაცნობთ ყველას ვისაც სურვილი გექნება. დიდი მადლობა. მადლობა შენ ნინო, იცი რა ეხლა თინიკომ რო თქვა მე მესმის რასაც ამბობს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის მართლა რომ გინდა გულით რომ აი თქვა, გამოთქვა ეს შენი მადლიერება, ჩამოაყალიბოდა უშოთ რა მიიღე, რა გააკეთე, ნუ არ გამოსდის ყველას და შენ ხარ არიან რაღაცა ადამიანების რაღაც გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ყოველთვის გამოხატავენ აი ამ თავის მიღწევებსაც, მადლიერებასაც და ძალიან პროფესიონალურად ახერხებენ ამას. და ერთ-ერთი ხარ შენ. დიდი მადლობა. აუცილებლად